მოგესალმებით ძვირფასო თავიდან მოგესალმებით ყველას ძვირფასო ტელემაყურებელს თავიდან შვილო თავიდან გულითაც სალამს მოგიწვით ყველას თავიდან დედიკო ერთი წუთით პაპატიე პირდაპირ გამარჯობა თქვა ნახე ძალიან მარტივია გამარჯობა დავიწყეთ გამარჯობა შემოგთავაზებთ ამინდის პროგნოზს საქართველოს სრულ ტერიტორიაზე ერთი წუთით რა თმინდა ეს საქართველოს სრული ტერიტორია რა აუცილებელია ისედაც გასაგებია ყველაფერი თუ შეიძლება ძალიან მარტივად რომ ამინდის პროგნოზი რო თქვათ შემოგთავაზებთ ამინდის პროგნოზს როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოს სტოპ ერთი წუთით გათიშეთ რა მათ გენაცვალე რა არ მინდა ამინდი თქვით მარტო ამინდი ნახეთ მარტივი ერთ სიტყვა ამინდი გავაგრძელეთ ამინდი ვიწყებთ კარგია გავაგრძელეთ დღეს საქართველოში მოსალოდნელია სტოპ ერთი წუთით შეწყვიტე გააჩერე გადაღება რა არის შვილო ეს რა არის გამაგებინი არ მინდა ეს ისეთ სიტყვებით ილაპარაკე სადაც ლ არ იქნება ნახეთ ლ დაიმახსოვრეთ მაგალითად რა დავაშავე მაგალითად აი საქართველოს ამოიღეთ და საქართველოს ნაცვლად ჩასვით ჯორჯია კი ბატონო გავაგრძელეთ გადაიღეთ რა დღეს დასავლეთ ჯორჯიაში მოსალოდნელია არაფერი არ არის მოსალოდნელი დასავლეთი არ მინდა აღარ გამოაცხოდოთ დასავლეთი გავაგრძელეთ კარგი დღეს აღმოსავლეთ ჯორჯიაში აღმოსავლეთი მთლიანად ამოიღე ჩრდილოეთ არ ჩრდილოეთი არ მინდა სამხრეთის პროგნოზი გამოაცხადე პირდაპირ სამხრეთს მიაწექი დღეს სამხრეთ ჯორჯიაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა ნისლი ასევე იქნება ნალექი თოვლის სახის გააჩერეთ არ მინდა შვილო რემს ლაპარაკობ ეს ამიდიც რო ჩემწინა აღდეგარი რა თმინდა თოვლ არ მინდა ეს არა ზე თქვი დედიკო ზე ვარ ხო მაგრამ აქ რომ თოვლი და მოღრუბლულობა მიწერია მაგას რა მნიშვნელობა აქვს რა გიწერია კაცო როგორი ამიდიც არის ისეთი წაიყვანე გადაიღეთ კამერა ყურადღებით ხო ანუ გააგრძელეთ ანუ ლუასო არ უნდა იყოს ლუასო სადაც იქნება ის სიტყვა არ თქვათ ამოიღეთ მთლიანად გავაგრძელეთ დღეს სამხრეთ ჯორჯიაში მზე იქნება ტემპერატურაც აიწევს ამიტომ არ დაგჭირდებათ კოლგები შეგიძლიათ დატოვოთ სახლოში რატო შვილო რა თმიდოდა ეხლა ეს კოლგები რატო ჩამისვე ხა რა თმიდოდა ხო ყველაფერი კარგად მიდიოდა დედიკო არა ამ კოლგების გარეშე ლამაზად მეც ხო ლამაზად არა კარგად მეც ხო ლამაზად გამოვიყურები ვიზუალურად იცით დედიკო თქვენ ძალიან კარგად გამოიყურებით მაგრამ მეტყველება გვაქვს ცოტა დასახვეწი მე დიახ თქვენ ანუ ლაპარაკს გულისხმობთ კი დედიკო ლაპარაკს გულისხმობ და რა უნდა მოუხერხოთ არ ვიცი ისეთი ქალაქები გამოვაცხადოთ სადაც ლ არ იქნება მაგალითად მაგალითად ბათუმი ნახეთ ბათუმში ტემპერატურა 17 გრადუსამდე გათბება ქობულეთში კი ქობულეთი ამოიღეთ შვილო საერთოდ ამოიღეთ და ორივეჯერ ბათუმი თქვით ორივეჯერ კი ბატონო გავაგრძელოთ რა ბათუმში ტემპერატურა გათბება 17 გრადუსამდე ბათუმში კი 19 გრადუსამდე არა ესე გაუგებარია რა ერთი წუთით მომისმენთ ნახეთ როგორ უნდა ვთქვათ ბათუმში დათბება 17 გრადუსამდე ბათუმიდან 15 კილომეტრში კი 18 გრადუსამდე აბა ნახეთ რა მარტივია გადაიღეთ ყურადღებით ბათუმში დათბება 17 გრადუსამდე ბათუმიდან 15 კილომეტრში კი 18 არა კილომეტრი უნდა შევცვალოთ კილომეტრი სასწრაფოდ უნდა შევცვალოთ ესე იგი რას ვაკეთებთ ნახე ესე თქვი ბათუმში დათბება 17 გრადუსამდე ბათუმიდან 25 წუთის გზაზე კი 18 გრადუსამდე ნახე რა მარტივია აბა ყურადღებით თუ მზად ხარ ბათუმში დათბება 17 გრადუსამდე ბათუმიდან 25 წუთის გზაზე კი 18 გრადუსამდე შვენიერია ძალიან კარგია აბა გავაგრძელეთ კიდე თერჯოლაში დაუბერავს ჩრდილო აღმოსავლეთ არა სტოპ ერთ
ერთი წუთით გათიშე რა, თერჯოლა არ თქვა საერთოდ. იმერეთის სამხრეთ მხარე თქვი, დედიკო, თუ შეიძლება. ყურადღებით რა გავაგრძელეთ. და საერთოდაც სიტყვაში მე რამდენად გითხარი, ლ სადაც იქნება, ის სიტყვა არ თქვა შვილო. ამოიღე მთლიანად, დაივიწყე. ეგრე როგორ გამოვაცხადო? აი როგორც გინდა, გააგრძელე. მე არ ვიცი, როგორ უნდა გამოაცხადო, რაღაცას მოვიფიქრებ. ახ, რაღაცა უნდა მოვიფიქრო, რანაირად უნდა გამოაცხადოს. მოიცადე, ესე იგი, ჩვენ რა სიტყვები გვინდა? სამცხე-ჯავახეთი შეგიძლია თქვა, კახეთი, ქუთაისი, ქართლი არა, ქართლი არ გვინდა, თვითონ ქართლი არ გვინდა. დავტოვოთ მარტო ქვემო და შიდა. ქვემო და შიდა. აბა შენიც იმიდი? მაგრამ თბილის რა ვუყო? ვაიმე, თბილის რა ვუყო? დედაქალაქი რომ ვთქვათ? უკაცრავად? დედაქალაქი რომ ვთქვათ? ვერ გავიგე, კიდე ერთხელ რა თქვა. დედაქალაქი. მე მეგონა რომ მომესმა მეთქი. ანუ რა გამოვიდა? დედაქალაქი გვაქვს უკვე, ხო? გაიმეორეთ. დედაქალაქი ძალიან კარგი, რამეს მოვიფიქრებ. კარგი, მოდი ესე ვქნა ჩვილო. თელავის მაგივრად კახეთის დედაქალაქი თქვით. კახეთის დედაქალაქში მზიანი ამინდია. აჰა. კარგია? უფ, რა კარგია. და დანარჩენი ქალაქები? ერთი წუთით რა, მაფიქრე. გავაგრძელეთ. დედაქალაქის მარჯვნივ დღეს მზიანი ამინდი იქნება. დედაქალაქის მარცხნივ სუბუქი ქარიშე ინიშნება. დედაქალაქის ზემოთ და ქვემოთ ოდნავ სიცივე შეგვაწუხებს. რაც შეეხება კახეთის დედაქალაქის შემოგარენს, კახეთის დედაქალაქის მარჯვნივ წვიმა იქნება.